შესაძლოა ეს მოხდეს ახალი წლის შემდგომ, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რომ ხვალ სალომე ზურაბიშვილი 2025 წელს შეხვდება სწორედ ქართულ ხალხთან ერთად, ის იქნება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რუსთაველის გამზირზე. არ არის გამორიცხული, რომ გეგმების ნაწილის შესახებ ხოლმეც გახდეს ცნობილი და ხვალვე ზუსტად ამ ლოკაციიდან ისაუბროს საქართველოს პრეზიდენტმა. შესაძლოა რამდენიმე დღეში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან აქტიურად ამუშავებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ სტრატეგიას და ის მარტო არ არის ამ შემუშავების პროცესში. მისი მთავარი მოკავშირე რასაკვირველია ქართველი ხალხია, მაგრამ აქტიურად განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციებს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან, ასევე მესამე სექტორთან, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებთან. ჩვენ ვიცით, რომ უნდა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებს, მოკლედ ძალიან შრომატევადი და დატვირთული პერიოდი ნამდვილად იქნება ახალი წლის დღეებში სალომე ზურაბიშვილისთვის შეხვედრების თვალსაზრისით, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე ნაბიჯი განსაზღვრული აქვს სალომე ზურაბიშვილს. ახლა მთავარი შეკითხვა ის არის, როდის გააჟღერებს ამ სამოქმედო გეგმის შესახებ. ეს მთავარი ინტრიგა და მოულოდნელობა პრინციპში რუსული რეჟიმისთვისაა, იმიტომ რომ ახლა რუსი ივანიშვილი სანქციების კვალდაკვალ ძალიან დაბნეულია, იმიტომ რომ არ იცის რას უნდა ელოდეს ქართველი ხალხის მხრიდან და ძალიან სამართლიანია ეს მდგომარეობა. ახლა ივანიშვილი უნდა დაელოდოს ქართველი ხალხის მოქმედებებს, სალომე ზურაბიშვილის გეგმებსაც უახლოეს დღეებში ნამდვილად გავიგებთ. როგორც უკვე აღნიშნე, დიკო მევიმყოფები რუსთაველის გამზირზე პროტესტის 33 დღეა დღეს და მხოლოდ ახლა ვიწყებთ პროტესტს დედაქალაქის მთავარ მონაკვეთზე. ჯერჯერობით გზის სავალი ნაწილი არ არის გადაკეტილი, თუმცა კადრში ჩემს ზურგს უკან თქვენ ახლა ხედავთ და იქამდეც გესმოდათ ჩემი საუბრის პარალელურად მოწოდებები, როგორ მიმართავენ ერთმანეთს ხმის გამაძლიერებლით ემიგრანტები. მათ შორის აქ უმეტესობა არიან ის ადამიანები, რომლებიც საგანგებოდ ამ პროტესტისთვის დაბრუნდნენ სამშობლოში, იმისთვის, რომ საკუთარი სათქმელი თქვან საქართველოდან, თქვან დედაქალაქის მთავარი გამზირიდან ერთმანეთს მიმართავენ და ერთმანეთს ამხნევებენ. აი, მოდით თან გაჩვენებთ მე ზურასთან ერთად აქ ბანერებს, რომლებიც აქვთ მოტანილი ემიგრანტებს სხვადასხვა ენაზე. აი ეს სხვადასხვა ძალიან საინტერესო ბანერია აქ, რომელიც აქვს მოტანილი ერთ-ერთ ემიგრანტს. ერთ მხარეს ხედავთ კობახიძეს, რომლის მდგომარეობის შეფასებაც პოლიტიკურ განზომილებას ცდება. მეორე მხარეს ხედავთ ყაველაშვილს, სიმბოლურია ალბათ სათვალით რომ არის აქ და სიმბოლურია წარწერა. სწავლისწირი მწარე არის კენწეროში, ყაველდებაო. ჩვენ ვკითხულობთ მოკეთ ამ ბანერს და ამის მიღმაც ხედავთ, რომ სულ ემიგრანტები არიან პლაკატებით მოსული. რუსეთი ჩვენი საერთო მტერია, ხმები რატომ წაგვართვით და ახლა განაგრძობენ საუბარს. მე რასაკვირველია, მათთან გადავალ კითხვით და მათ პოზიციას მოგასმენებთ, მაგრამ იქამდე აუცილებლად უნდა უთხრა მთავარი არხის მაყურებელს, რომ როდესაც ემიგრანტები მოდიოდნენ მარშით დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ, მათ 3 ტიტუშკა დახვდა თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. სამწუხაროდ ეს მაყურებელს არ გაუკვირდება, იმიტომ რომ ამ ზონდერ ჯგუფებზე, ამ ზონდერ ადამიანებზე დგას რეჟიმი და ახვედრებს პერიოდულად აქციის მონაწილეებს, როდესაც სურთ ადამიანების შეშინება. 3 ასეთი მამაკაცი იდგა თავისუფლების მეტროსთან, რომლებმაც როცა დაინახეს, რომ მარში მათ უახლოვდებოდათ, დაიწყეს სკანდირება სამ ხმაში ყაველაშვილს გაუმარჯოს. საპასუხოდ რასაკვირველია, აქციის მონაწილეები აიგნორებდნენ მათ და უბრალოდ სკანდირებდნენ საქართველოს გაუმარჯოს. ამ შეძახილმა გააღიზიანა ტიტუშკები, ცადეს ფიზიკური ანგარიშწორება, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ მომიტინგეებს, აგინებდნენ მათ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. რასაკვირველია, ემიგრანტები მარშის მონაწილეები ცდილობდნენ მათთვის თავის არიდებას, იმიტომ რომ სტანდარტულად მუდმივად ასეა, როდესაც ტიტუშკები არიან, იქ პოლიცია არ ჩანს, რომც გამოჩნდეს, ეგრეთ წოდებული პოლიციელები უბრალოდ დგანან. ამ ინციდენტის ამსახველი მასალა შეგვიძლია ახლა ვნახოთ და შემდგომ მე უკვე დავიწყებ საუბარს აქციის მონაწილეებთან ერთად. არ გვინდა წარმოდგენა რა მოხდება. Европу საქართველოს
საქართველოში. დაე 2025 ესენიც დიდი ალბათობით კალაძის წინა სახელმწიფო სოფლის მობინადრეები იქნებიან, ვინც დღეს მომიტინგეებს დახვდნენ. ამ დროისთვის უკვე რუსთაველზე არიან მარშის მონაწილეები. ხედავთ გესმით უпростоრად რომ ერთმანეთს მიმართავენ, დავიწყოთ მათთან საუბარი. გამარჯობა, გითხარით ინციდენტის შესახებ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა სურდათ ამ ტიტუშკებს, საერთოდ რა მიზანი ამოძრავებდათ, ცოტა ამის შესახებ, მაგრამ ბევრი ვისაუბროთ მიმდინარე პროტესტის შესახებ. მოკლედ ჩვენ ვართ ემიგრანტები, რომლებიც დავიძარით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარშით, როდესაც მოვუახლოვდით უკვე თავისუფლების მეტროს სადგურს, ჩვენ ვსკანდირებდით საქართველოს გაუმარჯოს, მოვდიოდით მშვიდობიანად. ამის შემდეგ სამი ტიტუშკა დაგვიპირისპირდა და სიტყვერი შეურაცხყოფები მოგვაყენა, მაგრამ ჩვენ ისინი დავაიგნორეთ, იმიტომ რომ ჩვენ განათლებული ხალხი ვართ, გაუნათლებლობას აზრი არ აქვს რომ დაუპირისპირდე. ამის შემდეგ როცა დაინახეს რომ ჩვენ ყურადღებას ვერ იქცევდნენ ამ ფიზიკასთან შეურაცხყოფების სკანდირებით, გადმოვიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე, სადეს რომ აქციის მონაწილეებისთვის ჩაერტყათ ხელი, ქვა და ძალადობა განეხორციელებინათ. ამის შედეგად ერთობლივი ძალებით მოვახერხეთ ის რომ ისინი განგვერიდებინა იქიდან. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ქართველს, ვინც ჩვენ დაგვეხმარა და ის ხალხი განარიდა იქიდან. ამის ანუ სასაცილო არის, როდესაც ჩვენ ემიგრანტები ვსკანდირებდით საქართველოს გაუმარჯოს, ისინი ჩვენ გვაგინებდნენ. ანუ რა უნდა ვუწოდოთ ამას ხალხო, თუ არა რუსული საქმე. საქართველოს გაუმარჯოს და ყოველთვის ასე იქნება, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ დანებდება. ვერც ტიტუშკები დაგვამშინებენ, ვერც ვერავენ. კარგად იცით რა ხდება საქართველოში და ძალოვან სტრუქტურაში, რომ ამათ უნდათ რომ დაგვაშინონ, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია ამ ყველაფრის, ქართველები გავიმარჯვებთ ამ ყველაფერს და აქ შეკრებილი ხალხი წარმოვადგენთ ემიგრაციას და ემიგრანტების ხმას, დაბრუნებული ემიგრანტების ხმას. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველების გვერდით, ერთიანი ძალებით შევუტევთ მთავრობის არალეგიტიმურ ქმედებებს. 2 წლის წინ კაცმა თავისი ცოლი მოკლა ავტობუსში, რის შედეგადაც გაათავისუფლეს 3000 ლარიანი გირაოთი. ეხლა კიდე ბორია ივანიშვილის მთავრობა 2000 ლარიანი ჯარიმა დაგვიწესა ლაზერის ქონაზე. ეს არის სამართალი. ყლელობა და ლაზერი ერთი და იგივე რამ არის? ის კაცი ციხეში უნდა იჯდეს და ლაზერის ქონა კიდე პრობლემა არ არის. ეს არის სამართალი. ასეთი სამართალი უნდათ რომ გქონდეთ დღევანდელ საქართველოში ამ რუსულ რეჟიმს, მაგრამ ქართველები ყოველთვის გაუწევთ წინააღმდეგობას. ვიცხოვრებთ ევროპულ, ღირსეულ და დამოუკიდებელ საქართველოში მშვიდად. მადლობა, ჩვენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ვუსმენთ პირდაპირ ეთერში, ეკა კიკნაძესთან გავაგრძელებ ახლა საუბარს. ისიც მოუყვებოდა ემიგრანტების მარშს, ეკა 33 დღეს ითვლის ქართველი ხალხის პროტესტი. ხვალისთვის სამზადისია რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ, მაგრამ მოდით ვისაუბროთ ჯერ დღევანდელ პროტესტზე. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია და ყოველი მომდევნო დღე მნიშვნელოვანია. აი, რას აჩვენებს რეჟიმი ერთის მხრივ და მეორე რას სულისკვეთებას აჩვენებს ქართველი ხალხი? რეჟიმი გვაჩვენებს, რომ მისთვის არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება, რას იტყვის, რას მოითხოვს. მათთვის თავების დათვლა არის მნიშვნელოვანი და ვერ ითვლის, რა თქმა უნდა, თორე რო ითვლიდეს ალბათ სხვა ზომებს მიიღებდა, მაგრამ მე მინდა ეხლა გამოვთქვა აღშფოთება რაზე, იცით? თუ გინდა მათი დათვლილი 1000 ადამიანი იდგეს გარეთ. ესე იგი რაღაცა არის ისე, რომ არ არის სწორი მათი მოქმედებები და არასოდეს არ გარჩენიათ ამ ადამიანებთან გამოუსულიყვენ და ეკითხათ, აი ამიტომ არის ეს ხელისუფლება უზურპატორი, ამიტომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა არავის აზრს. ახლა დღევანდელი აქციას რაც შეეხება, ესენი არიან ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც ყველამ ძალიან კარგად იცით, რას აკეთებენ საზღვრებს გარეთ, მიუხედავად ამდენი კილომეტრის დაშორებისა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარებულიყო, იქ აჩვენეს, როგორ შეიძლება დამარცხდეს, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ეს უზურპატორი ხელისუფლება და ახლა ჩვენთან ერთად დგანან იქაც და ეს ჩვენი უამრავი აქ ჩემი ქარების წარმომადგენლები არიან და სავსე ვარ სიამაყით, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად აპროტესტებენ. მე არ მგონია, რომ ეხა ვერ ხედავდეს ეს
ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომ მათი დღეები არის დათვლილი. იმიტომ რომ აი სოფლიო საზოგადოება ქართველ ხალხთან ერთად მიუხედავად დაცილებისა, კილომეტრებისა დგანან ჩვენთან ერთად და კიდევ იცით რა არის? სასაცილოა, რომ სხვა ქვეყნის ხელისუფლებების დასაცავი გავხდით ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაარღვია ყველა კანონი, გავიდა ყველა კონსტიტუციური ფორმიდან, ზომიდან და ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან აი ეს ერთიანობა გესვით ახლა ჩვენი ემიგრანტების მიერ შესრულებული საქართველოს სიმნი და მე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, მაპატიეთ ახლა დროს მივიტაცებ, რომ მადლობა თქვენ ამ შეუპოვრობისთვის, აი ამ დაუღალავი შრომისთვის და იცოდეთ, რომ მთელი საქართველო დგას თქვენ გვერდით და მიიღეთ ჩვენი დიდი სიყვარული და პატივისცემა. რომ არა თქვენ, აი ეს არაფერი არ იქნებოდა, არც ეს პროტესტი იქნებოდა, არც ხალხი გაიგებდა სიმართლეს, მიყვარხართ და ვიცი რომ აი ხა ახალ წელს ვერ ულოცავ, მე გუშინ თქვი რომ სანამ ერთი რეჟიმის პატიმარის კი არის ახლა სატუსაღოში, უბრალოდ ჩემგან ძნელია რომ დამდეგი მოგილოცოთ, მაგრამ მე მოგილოცავთ აი ძალიან გამარჯვებულ საქართველოში, როცა ყველანი ვიქნებით ერთად ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მიყვარხართ. ეკა, დიდი მადლობა, ყველა საერთო საქმეა ახლა და ამას ვხედავთ 33 დღეა რუსთაველის გამზირზე. თქვენ გესმოდათ ალბათ საუბრის პარალელურად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს ემიგრანტებმა, რომლებიც მე კიდევ ერთხელ განმეორდები საგანგებოდ ჩამოვიდნენ ამ პროტესტისთვის, დაბრუნდნენ სამშობლოში, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ ახლა მათი მთავარი ხმა ისმის რუსთაველის გამზირიდან. პირდაპირ ეთერში ვარ. ხომ არ მეტყვით თქვენს პოზიციას? აი აქ გახართ საპროტესტო ბანერით. რა გაქვთ? არა მარტო ბანერით, მე ვარ ქართველი სპორტული ჟურნალისტი, რომელიც იტალიაში მოღვაწეობ. მიხეილ ყაველაშვილის მაქვს წითელი ბარათი. არ ესმის ჩვენი ენა, ესმის საფეხბურთო ენა. ვარ ასევე არა მარტო ჟურნალისტი და მოქალაქე, ვარ მსაჯი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ ბატონო მიხეილ მოედანი, რადგან გაძევებული ხართ მოედნიდან მე-12 წესი დაარღვიეთ თამაშის წესების. არ გესმით ადამიანური ეს ენა, სამაგიეროდ ეს ნამდვილად გესმით. თქვენ ჩვენთვის არ არსებობთ. უნდა დატოვოთ მოედანი აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ ერთ-ერთ მომიტინგეს უსმედით პირდაპირ ეთერში, თქვენთან გავაგრძელებ ახლა საუბარს, აი ასრულებდით ახლა საქართველოს ჰიმნს, რა სათქმელით ჩამოხვედით, დაბრუნდით საქართველოში. როგორ ჩანდა მიმდინარე პროცესების საზღვარგარეთიდან და აი ჩამოსულს რა ვითარება დაგვხვდა, თუ თქვენც დაბრუნებულთა შორის ერთ-ერთი ხართ? კი, ახლა ჩამოვედი. ეს პროცესები როგორ ჩანდა? ძალიან მწვავედ განვიცდიდით იქ და აგული აღარ გვიჩერდება, უბრალოდ ვეღარ ვიკავებდით თავს და ავდექით და წამოვედით. ძალიან ცხადად ჩანს, რომ ეს რაც ახლა ხდება, რასაც აკეთებს ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა, არის სრული აგონია. მალე უნდა დამთავრდეს რა, ყველასთვის ასე აჯობებს, მთელი ქვეყნისთვის ასე აჯობებს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ერთ-ერთ მომიტინგეს უსმედით პირდაპირ ეთერში, ხედავთ თქვენ აქციის მონაწილეები აქ არიან საქართველოს დროშებით, ისინი განაგრძობენ პროტესტს. მოკედ ასეთი ავითარება სავარაუდოდ უკვე მალე გადაიკეტება რუსთაველის გამზირი. ჩვენ მოვლენათა განვითარების შესაბამისად რა საკვირველია დაგიბრუნდებით, ემიგრანტების პროტესტი პარლამენტთან უკვე დაწყებულია. ჩვენ კიდევ არაერთი მარშის მონაწილეებს ველოდებით, რომლებმაც უნდა გადმოინაცვლონ უკვე მოკლე დროში რუსთაველის გამზირზე.